ერთი შეხედვით ეს Porsche 911 GT3 RS. გავს მანქანას, რომელსაც ნაწილები დააკლეს, ან ზედმეტი პლასტმასები მიაწებეს. მაგრამ სინამდვილეში აქ ყოველი ჭრილი და ყოველი ფრთა მათემატიკური სიზუსტით მუშაობს. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად ხვდება თვალს, უკანა ფრთა. ეს არ არის უბრალო სპოილერი. ეს არის DRS სისტემა, ზუსტად ისეთივე, როგორიც Formula 1-ის ბოლიდებს აქვთ. ღილაკზე ერთი დაჭერით ფრთის ზედა ნაწილი იხრება, რათა ჰაერის წინააღმდეგობა შეამციროს და მანქანა მაქსიმალური სიჩქარე განავითაროს. ხოლო დამუხრუჭებისას ის მომენტალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში დგება და საჰაერო მუხრუჭის როლს ასრულებს. შეხედეთ წინა კაპოტს. მასში ორი უზარმაზარი ხვრელია. ჩვეულებრივ მანქანებს იქ საბარგული აქვთ. აქ კი ერთი ცენტრალური რადიატორია მოთავსებული. ჰაერი მასში გადის, გრილდება და შემდეგ სახურავზე არსებული პატარა ფარფლების დახმარებით გვერდებზე ნაწილდება, რომ ძრავში უკვე ცხელი ჰაერი არ მოხვდეს. ყველაზე გიჟური დეტალები კი საჭეზეა. აქ 4 სხვადასხვა რეგულატორი გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ მართოთ არა მხოლოდ დაკიდების სიხისტე, არამედ დიფერენციალის ბლოკირების ხარისხი და მოცურების კონტროლი 7 სხვადასხვა დონეზე. ეს ნიშნავს, რომ მოსახვევში შესვლისას შეგიძლიათ მანქანა ისე დააყენოთ, როგორც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ. ძრავი არის 4 ლიტრიანი ატმოსფერული ოპოზიტი, რომელიც 9000 ბრუნამდე ადის. აქ არ არის ტურბინა, მხოლოდ სუფთა მექანიკა და ხმა, რომელიც პირდაპირ ხერხემალში გირთვით. ინჟინერებმა კარებიდან სახელურებიც კი ამოიღეს და ნაჭრის მარკუჟებით ჩაანაცვლეს, რომ რამდენიმე გრამი დაეზუგათ. ეს მანქანა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჰაერი, რომელიც ჩვეულებრივ მანქანას ხელს უშლის, აქ მუშაობდეს როგორც უხილავი ძალა, რომელიც 285 კმ/სთ სიჩქარეზე 860 კგ-ით აწვება მანქანას მიწაზე.